გეოგრაფიული ინფორმაციული სისტემები შინამეურნეობებისა და მცირე ფერმებისთვის. გლობალური სურსათის წარმოების ღირებულებათა ჯარში მილიონობით შინამეურნეობაა წარმოდგენილი. თუმცა მცირე მეურნეობები უნიკალური გამოწვევების წინაშე დგანან. შეზღუდული რესურსები, კლიმატის ცვლილებისადმი მოწყვლადობა და შეზღუდული წვდომა მოწინავე ტექნოლოგიებზე. გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემები მრავალი სირთულის გადაჭრის გზას გვთავაზობს. სივრცითი მონაცემებისა და ზუსტი მიწათმოქმედების უპირატესობების გამოყენების გზით უმცირეს მასშტაბებზეც კი. გისს შეუძლია დაეხმაროს მეურნეს ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში, მისი მიწის, მოსავლისა და ადგილობრივი გარემოს შესახებ, ინფორმაციის ვიზუალური გამოსახვით და ანალიზით. მცირე ფერმერისათვის ყოველი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი მნიშვნელოვანია. გისის საშუალებაა შეიძლება განახორციელოთ ამ ნაკვეთების ზუსტი ინვენტარიზაცია. ეს არ არის მხოლოდ ფართობის ცოდნა, ეს არის მიწის პოტენციალის გააზრება. მცირე ნაკვეთების რუკაზე დატანით ფერმერებს შეუძლიათ გამოავლინონ სხვადასხვა ზონები თავიანთ შეზღუდულ სივრცეში. ტერიტორია, რომელიც მეტ მზეს იღებს, ან სხვა ტერიტორია, რომელიც უფრო მდიდარია ნიადაგით. ეს დეტალური აღქმა იძლევა ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას. ფერმერებს შეუძლიათ დაგეგმონ, რომელი კულტურები სად დარგონ და მაქსიმალურად გამოიყენონ ხელმისაწვდომი სივრცე, რაც საბოლოოდ აუმჯობესებს მოსავლიანობასა და სურსათის მრავალფეროვნებას მათ საოჯახო მეურნეობაში. მცირე ფერმერები ხშირად მოწყვლადი არიან არაპროგნოზირებადი ამინდისა და გარემო პირობების მიმართ. გისი არსებს ამ ინფორმაციულ ხარვეზებს. წარმოიდგინეთ ფერმერი, რომელიც დროულ ამინდის პროგნოზს პირდაპირ მობილურ ტელეფონზე იღებს, რაც ეხმარება მას დაგეგმოს დარგვის, მორწყვის ან მოსავლის აღების პროცესები. გისის პლატფორმებს შეუძლიათ ადგილობრივი ნიადაგის ტიპების შესახებ ინფორმაციის ინტეგრირება, რაც ხელს უწყობს საკვები ნივთიერებების საჭიროებების ან შეზღუდვების იდენტიფიცირებას. გარდა ამისა, ფერმერებს შეუძლიათ მიიღონ შეტყობინებები პოტენციური რისკების შესახებ, როგორიცაა მავნებლების გავრცელება ან გვალვის პირობები. მორგებულ ინფორმაციაზე წვდომა მათ ადაპტაციის საშუალებას აძლევს. გეოსივრცითი ტექნოლოგიები ძვირი და რთულად ხელმისაწვდომი ელემენტები იყო მცირე ფერმერებისათვის. თუმცა დღესდღეობით არსებობს მრავალი დაბალბიუჯეტიანი და უფასო საშუალებები ასეთი სისტემებისათვის. მომხმარებელზე მორგებული მობილური აპლიკაციები რუკების მეშვეობით ფერმის მართვის მძლავრ შესაძლებლობებს იძლევა და მათი გამოყენება სმარტფონების საშუალებითაც შეიძლება. უფასო გისის პროგრამული უზრუნველყოფა ხელმისაწვდომ ალტერნატივებს თავაზობს მათ, ვისაც ცდომა აქვს კომპიუტერთან. ასევე შესაძლებელია ამ აპლიკაციების ქართულ ენაზე მორგება, რაც გისის სიკეთეს ყველასთვის ხელმისაწვდომს ხდის, ფერმის ზომისა თუ ტექნიკური გამოცდილების მიუხედავად. არსებული რესურსების ეფექტური გამოყენება მნიშვნელოვანია მცირე ფერმერებისათვის. გისი ხელს უწყობს წყლის, პესტიციდებისა და სასუქების ეფექტურ გამოყენებას. მავნებლების შემჩნევის ან გარკვეული დაავადებებისადმი მიდრეკილი ტერიტორიების რუკაზე დატანით, ფერმერებს შეუძლიათ თავი აარიდონ დამუშავების ფართო, ძვირად ღირებულ გამოყენებას. სანაცვლოდ მათ შეუძლიათ ჩარევები ზუსტად იქ მოახდინონ, სადაც საჭიროა. ამგვარად დაზოგონ რესურსები, შეამცირონ გარემოზე ზემოქმედება და დაიცვან მოსავლის ჯანმრთელობა. ეს აუმჯობესებს მოსავალს და ქმნის უფრო ჯანსაღ სამეურნეო გარემოს. ხელმისაწვდომი ინსტრუმენტების სიმრავლის მიუხედავად, ფერმერები მრავალი გამოწვევის წინაშე დგანან. შეზღუდული წვდომა ციფრული წიგნიერების ტრენინგსა და ტექნიკურ მხარდაჭერაზე შეიძლება მნიშვნელოვანი დაბრკოლება იყოს. თუმცა კი მცირდება სმარტფონების, ასევე ინტერნეტ კავშირის ღირებულება, მაინც შეიძლება ეს კვლავ ბარიერი იყოს ზოგიერთისთვის. ასევე საჭიროა სოფლად ინტერნეტ კავშირის პრობლემებისა და გისის ინსტრუმენტების ადგილობრივ ენებზე ადაპტირების საჭიროების მოგვარება. მცირე საოჯახო მეურნეობისათვის გისი არ არის მხოლოდ ტექნოლოგია. იგი ემსახურება სასურსათო პრობლემების გადაწყვეტასა და სიღარიბის წინაშე ბრძოლას. გისის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ მცირე ფერმების უზარმაზარი პოტენციალის გამოვლენას. ეს დაეხმარება მცირე ფერმებს გამოკვებონ საკუთარი ოჯახები, მხარი დაუჭირონ ადგილობრივ ეკონომიკას, წვლილი შეიტანონ უფრო მდგრად და სამართლიან გლობალურ სასურსათო სისტემაში. ჭკვიანი ტექნოლოგიების სასარგებლო ხდება ყველა ზომის ფერმისთვის, როცა ხელმისაწვდომია ყველასთვის.